მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გადაცემას გამოკითხვა მე თამუნა კვარაცხელია ვარ. მე ვარ რეპორტერი და არა ჯაშუში ამ სახელწოდების აქცია ადამიანის უფლებათა სახლმა პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართა. ორგანიზაციის წევრები რუსთაველის გამზირზე მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან შეიკრიბნენ. მათ სიმბოლურად აიხუეს თვალები, პირი და ხელებზე ბორკილები დაიდეს. როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, მათ ამ ფორმით მედიაში არსებული პრობლემები ასახეს. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ 2011 წელს რეპორტერების დაკავება ჯაშუშობის ბრალდებით 26 მაისის დემონსტრაციის დაშლის დროს ჟურნალისტების დაშავების ფაქტები თუ მედია პალიტრის გარშემო განვითარებული მოვლენები მედიაზე ზეწოლის ნათელი მაგალითებია. მათი განმარტებით, ქვეყანაში მედიის თავისუფლების კუთხით მდგომარეობის გამოსწორებისთვის არასამთავრობო სექტორსა და სამოქალაქო საზოგადოების განსაკუთრებული აქტიურობაა საჭირო. მაშ ასე, როგორ ფიქრობთ, საქართველოში მედია არის თუ არა თავისუფალი? თავისუფალია ნაწილობრივ არის თავისუფალი თუ არ არის თავისუფალი? 240-0030-ია ჩვენი სტუდიის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი. გამოკითხო წერტილი ჩვენი ვებგვერდის მისამართია იაქტიურეთ. პირდაპირ ეთერში გამოხატეთ თქვენი მოსაზრება საქართველოში მედიასთან დაკავშირებით. როგორ ფიქრობთ, მედია არის თავისუფალი საქართველოში, ნაწილობრივ თავისუფალი თუ არ არის თავისუფალი? მაყურებელია ეთერში, მოგესალმებით. მოგესალმებით, ჩემო კარგო. გისმენთ. დარწმუნებული ქვეყანაში, სადაც ყველაფერი კონტროლდება, 100-ს პრინციპი მუშაობს. ყველაფერს უსმენენ, ყველაფერს აქვს. როგორ შეიძლება მედია თავისუფალი იყოს და მე გულწრფელად გეუბნებით, გაბრაზებული ხოლმე ხშირად იმ სამთავრობო არქის ჟურნალისტებს და ყველა უმრავლესობა უარყოფითად არის განწყობილი. მე ვწოდება ის ხალხი ამ ხელას ზეწოლის ქვეშ რო არიან. არ შეიძლება უნდა ხალხს თავისუფალი აზროვნება, თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრება ამდენი წნეხით დაიღალა ეს ხალხი. ყველა სფეროში, მარტო მედია კი არა. გასაგებია, მადლობა ზარისთვის. საინტერესოა, რას ფიქრობს შემდეგი მაყურებელი, როგორ ფიქრობთ, არის თუ არა საქართველოში მედია თავისუფალი? გისმენთ. სანა მაყურებელი დაგვეკავშირდება, მე გეტყვით, რომ გადაცემის მეორე ნაწილში ჩვენი სტუმარი იქნება ალიკო ცქიტიშვილი, ჟურნალისტი და ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელი. მაყურებელი დაგვეკავშირდა, მოგესალმებით. მედია არასდროს არ ყოფილა თავისუფალი და არც იქნება არასდროს თავისუფალი. გასაგებია, ანუ ნაწილობრივ თავისუფალიც არ არის დღეს საქართველოში მედია, თქვენ ასე მიიჩნევთ? დღეს ნაღდად რომ არ არის თავისუფალი. გასაგებია, მადლობა ზარისთვის. მე გაგაცნობთ ინტერნეტ შედეგებს. 84% მიიჩნევს, რომ საქართველოში მედია არ არის თავისუფალი, 11% მიიჩნევს, რომ ნაწილობრივ თავისუფალია, 4% მიიჩნევს, რომ თავისუფალია. როგორი არის თქვენი შეფასება? დაგვირეკეთ პირდაპირ ეთერში ტელეფონის ნომერზე 240-0030. მაყურებელი ეთერში, მოგესალმებით. ალო, გამარჯობათ. კარგით, მედია თავისუფალი საქართველოში რანაირად უნდა იყოს, საერთოდ სიტყვაც არ არის თავისუფალი ჩვენთან. გასაგებია, მადლობა ზარისთვის. საინტერესოა, რას ფიქრობს შემდეგი მაყურებელი, ეთერში ხართ, მოგესალმებით. მოგესალმებით, შვილო. გისმენთ. ამათ ხელში თავისუფალი როგორ იქნება, ან მედია და ან სხვა რამე? არ იქნება, არა. მადლობა ზარისთვის. როგორ ფიქრობთ, არის თუ არა საქართველოში მედია თავისუფალია, ნაწილობრივ არის თავისუფალი თუ არ არის თავისუფალი? 240-0030-ია ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი. შემდეგი მაყურებელი ეთერში, გისმენთ. გამარჯობათ. მოგესალმებით. ადამიანი არა თავისუფალი, მედია როგორ იქნება თავისუფალი? გასაგებია, მადლობა ზარისთვის. საქართველოში არის თუ არა მედია თავისუფალი? ეს არის ჩვენი გადაცემის მთავარი თემა და მაყურებელი ეთერში, მოგესალმებით. გამარჯობათ. გისმენთ. სამწუხაროდ 2005 წლიდან ბუშის ვიზიტის შემდეგ მედიის თავისუფლება შემცირდა, იმიტომ რომ ის გრანდები, რომელიც დღეს ემსახურება მედიას, მოდის ამერიკიდან და მისი სატელიტი სახელმწიფოებიდან, რომელიც ევროპაში არის და პრაქტიკულად იმ არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, იმიტომ რომ 97 წლიდან 2005 წლამდე მედია მართლაც მაქსიმალურად თავისუფალი იყო. სრულიად არა, მაგრამ დღეს მაქსიმალურად შეიზღუდა მის თავისუფლება ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკის გამო და ეს არის ძალიან დიდი მწუხარება, რასაც ჟურნალისტები არ უსვამენ ხას, იმიტომ რომ ჩამოკიდებულიან ამერიკის შეერთებული შტატების გრანდებზე.
გასაგებია, მადლობა ზარისთვის, სანამ მაყურებელი დაგვიკავშირდა მე დამატებით ინფორმაციას მოგაზრდით. მედიის თავისუფლების კუთხით ორგანიზაცია Freedom House-ის რეიტინგში საქართველო 111 ადგილზეა. რეიტინგი 2011 წლის კვლევებზე დაყრდნობით არის შედგენილი. კვლევის მიხედვით, მედია თავისუფლების მხრივ საქართველოში გარკვეული წინსვლა შეინიშნებოდა თუ 2010 წელს შევადარებთ, საქართველომ 118 ადგილიდან 7 საფეხურით წინ გადაინაცვლა. როგორც ანგარიშია ნათქვამი, ეს წინსვლა გამოიწვია საქართველოს მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილი მედია საშუალებისთვის ლიცენზიის მინიჭებამ, მედია მფლობელების გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებამ და რამდენიმე ახალი გამოცემის დაარსებამ. ანგარიში ნათქვამია, რომ მედიის თავისუფლების კუთხით ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში გაუმჯობესება მხოლოდ 3 ქვეყანაში შეიმჩნეოდა და ესენია საქართველო, კოსოვო და მონტენეგრო. მაყურებელი ეთერში მოგესალმებით, არის თუ არა საქართველოში მედია თავისუფლება? რა თქმა უნდა, სახელმწიფო მედია მათი დავალებები და მითითებები თავისუფალია. ხოლო ოპოზიციური მედია არ არის თავისუფალი. კარგით, გასაგებია, მადლობა ზარისთვის. არის თუ არა საქართველოში მედია თავისუფალია, ნაწილობრივ არის თავისუფალი თუ არ არის თავისუფალი, გისმენთ? ალო. მოგესალმებით. ეხლა პირდაპირ ეთერში ვარ? დიახ, გისმენთ, პირდაპირ ეთერში ხართ. ტელევიზიის, რა თქმა უნდა, ხო? დიახ, მაესტროს პირდაპირ ეთერში ხართ. მაესტროს პირდაპირ ეთერში ვარ. დიახ. მოგესალმებით. გამარჯობა. იცით, ერთი შეკითხვა მაქვს და მინდა სრულიად საქართველოს მოუწოდო. მთლიანად ოპოზიციურად განწყობილ ქართულ ხალხს, რომელსაც სურს ეს დღევანდელი პირსისხლიანი რეჟიმი გადავარდეს. მინდა ყველა ქართველი ხალხი ერთად დადგეს, ოპოზიციონერები მით უმეტეს. ოპოზიციური პარტიები ძალიან გთხოვთ, ერთმანეთის სქილიქს ნუ დაიწყებთ. ერთმანეთის აი ცუდ მხარეზე, არა, ერთი წუთით რა. და შალვა ნათელაშვილს მინდა, გთხოვთ, თავისი გუნდით. აი ესე პირწაბადნილი, წუნკალი, ეკლიანი ქალები რომ არიან ხოლმე და ილანძღებიან სულ. კარგით, შეურაცხყოფას თქვენს ნუ მიაყენებთ. დაასრულეთ წინადადება და შემდეგ უკვე თუ გაქვთ მოსაზრება. კარგით, როგორც ჩანს გათიშა მაყურებელმა, საქართველოში არის თუ არა მედია თავისუფალი 240-0030-ია ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი. მაყურებელი ეთერში, მოგესალმებით. გამარჯობოთ, თამუნა მოგესალმებით. გისმენთ. პირველად თქვენ შეკითხვას უპასუხებ, რა თქმა უნდა, მედია არ არის თავისუფალი და მეორე ერთი წუთი არ გამდიშოთ. საქართველოში და ქართველ ხალხს ერთი სააკაშვილი კი არა, 70 სააკაშვილი უნდა ყავდეს, მეტი ზღისი ესენი არ არიან. კარგით, მადლობა ზარისთვის. არის თუ არა საქართველოში მედია თავისუფალი 240-0030-ია ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი. ინტერაქტივში ჩართვა შეგიძლიათ გამოკითხვის ვებგვერდის საშუალებით, გამოკითხვა წერტილი ჩვენი ინტერნეტ მისამართია. მაყურებელი ეთერში, მოგესალმებით. მოკლედ გეტყვით, რომ მედია არ არის თავისუფალი, რა თქმა უნდა. მაგრამ ნამდვილად ლეიბორისტულ პარტიას საერთოდ გასახლებას ვუსურვებ ამ ქვეყნიდან. და მე მოუწოდებ ჩვენ ხალხს, ვინც აირჩიეს ეგენ და კი დღემდე იღებენ პარლამენტიდან როგორც დეპუტატები ხელფას, ის რო შეუწყდეს აუცილებლად. გასაგებია, მადლობა ზარისთვის. არის თუ არა საქართველოში მედია თავისუფალი? ეთერში ხართ, მოგესალმებით. ალო? გისმენთ, ბრძანეთ. გამიშვით იმაში რა, მაესტროში. პირდაპირ ეთერში ხართ, გისმენთ, ბრძანეთ. მედია თავისუფალი არ არის, შულო. დიახ. მაგრამ მოუწოდებს უყველას და განსაკუთრებით ბიძინა ივანიშვილს დაანებოს თავი იმას რა ქვია ლანძღვას ამ იმების ოპოზიციონერების ლანძღვას ნინო ბურჯანაძის იმის ნათელაშვილის არ არის საჭირო ეს ლანძღვა, ეხლა საჭიროა გაერთიანება. გასაგებია, მადლობა ზარისთვის. როგორ ფიქრობთ, არის თუ არა საქართველოში მედია თავისუფალი? 240-0030-ია ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი და მაყურებელი ეთერში, მოგესალმებით. ალო, გისმენთ? გისმენთ, ბრძანეთ. ხო. ნუ მედია არ არის თავისუფალი, რა თქმა უნდა. არის ძალიან დიდი ზეწოლა მთავრობიდან, მაგრამ თავისუფალ საქართველოში უნდა იყოს თავისუფალი მედია.
თავისუფალი მედია. კარგით, გასაგებია, მადლობა ზარისთვის, მე გაგაცნობთ ინტერნეტ შედეგებს. 86% მიიჩნევს, რომ საქართველოში მედია არ არის თავისუფალი, 9% მიიჩნევს, რომ ნაწილობრივ თავისუფალია, 3% მიიჩნევს, რომ თავისუფალია მედიის თავისუფლების კუთხით ორგანიზაცია Freedom House-ი ანგარიშს აქვეყნებს, სადაც საქართველო ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყანათა კატეგორიაშია და 111 ადგილს ბანგლადეშთან, კენიასთან და მავრიტანიასთან იყოფს. რეიტინგის სათავეში არიან ფინეთი, ნორვეგია, შვედეთი, ბელგია და დანია. მედიის თავისუფლების მხრივ ყველაზე კრიტიკული სიტუაცია ბელორუსში, ერიტრეაში, უზბეკეთსა და ჩრდილოეთ კორეაშია. სწორედ ეს ქვეყნები არიან ცხრილის ბოლოში. ანგარიში ნათქვამია, რომ მედიის თავისუფლების კუთხით ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში გაუმჯობესება მხოლოდ 3 ქვეყანაში შეიმჩნეოდა და ესენია: საქართველო, კოსოვო და მონტენეგრო ყოფილ საბჭოთა და საქართველოს მეზობელ ქვეყნებში, აზერბაიჯანსა და რუსეთში კვლევის მიხედვით არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაა და ისინი 172 ადგილს იყოფენ. კვლევა 197 ქვეყანას ეხება. ორგანიზაცია Freedom House-ი ტრადიციულ ანგარიშს 3 მაისს მედიის თავისუფლების საერთაშორისო დღემდე ავრცელებს. მაყურებელია ეთერში, მოგესალმებით, გისმენთ. არის თუ არა საქართველოში მედია თავისუფალი? გამარჯობათ. გისმენთ. მოგესალმებით. საქართველოში ყდარიც არ არის თავისუფალი და მედია როგორ იქნება თავისუფალი? ყველაფერი კონტროლდება ამ ხელისუფლების მიერ. მათ შორის სამწუხაროა შვილო, მაგრამ მე ვატყობ, რომ ივანიშვილიც კონტროლდება, იმიტომ რომ ქალბატონმა ეხლა სწორებთან არ შეიძლება ასე გინება ოპოზიციისა. ეკაცი გამოჩენა, იმიტომ გამიხარდა მე მეგონა ერთ მუსტად შევკრავდა ოპოზიციას და ესე დაშალა ამან უფრო უარეს ეთქაც. არ მინდა ეგეთი ოპოზიცია. კარგი. გასაგებია, მადლობა ზარისთვის. შემდეგი მაყურებელია ეთერში, არის თუ არა საქართველოში მედია თავისუფალი? გისმენთ. აი მე მოხდი. ალო? მოგესალმებით, გისმენთ. გამარჯობათ, გამარჯობა. აი მათქვენეთ ერთ სამი სიტყვა რა. აი წინა ქალბატონი რო იძახდა, რომ ისაო გავიერთიანდეთ ქართველები და დადგეთ ერთად. აქა 1 მილიონი მაინც არა ქართველი ცხოვრობს. ისე იგი ჩვენ არ უნდა გავიერთიანდეთ, თქვენთან ერთად ვერ გავიგე. ისევ სააკაშვილი უნდა გვირჩევნოდეთ, ძალიან გწყის რომ აი არ იძახია, რომ აი თელი საქართველო გავიერთიანდეთ, ეს ერთი. აი ნინო ბურჯანაძე ქართველია, ნათელაშვილი ქართველია. 24 საათი ძალიან ნერვიულობ ლანძღავენ ამ ივანიშვილი. ეს ქართველები არ უყვართ რომ კაცო ბოლოს და ბოლოს საქართველო აყვავდეს. მე მახსოვს საქართველო აყვავებული, მე 70 წლის ქალი ვარ. მიყვარდა ჩემი საქართველო, სომეხი ვარ. ქმარი მეუღლე მყავს მთიული, მაგრამ საქართველო ჩემს სასომხეთზე, რუსეთზე, მსოფლიოზე მეტი მიყვარდა. აი რატო უნდა გაგვაცალკაონ ჩვენ? გასაგებია. მადლობა ზარისთვის, მადლობა რომ დაგვირეკეთ ტელეფონის ნომერზე 240 ვსაუბრობთ საქართველოში მედიის თავისუფლებაზე. როგორ ფიქრობთ, არის თუ არა მედია თავისუფალია, ნაწილობრივ არის თავისუფალი თუ არ არის თავისუფალი? მაყურებელია ეთერში, მოგესალმებით. გამარჯობათ. გამარჯობა, გისმენთ. მედია თავისუფალი რო არ არის, ახლა გაიგეთ? ეს დიდი ხანია ასე. თანაც არის კონტროლებადი. და მით უმეტეს პირველი არხი, მეორე არხი, მესამე არხი ყველას აკონტროლებს ეს სააკაშვილის ბანდიტური ხელისუფლება. და რაც შეეხება ნათელაშვილს, დაავიწყდა რომ ხელისუფლება აფინანსებს მას, დაანებოს ივანიშვილის ლანძღვას თავით, თორემ მაგნა ბიჭვას თავს გაუხეთა. კარგით, მადლობა ზარისთვის, ყველა მაყურებელს ხოვიყვნენ ეთიკურები და ეთიკის პარაგრაფში გამოხატოს საკუთარი მოსაზრება, ნურავის ნუ მიაყენებენ შეურაცხყოფას. 240 ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი, როგორ ფიქრობთ, არის თუ არა საქართველოში მედია თავისუფალი? გისმენთ, ეთერში ხართ. გამარჯობათ. გამარჯობა. არც ყრუები ვართ, არც მუნჯები და არც აზროვნება არ გვაკლია. შესანიშნავად ვიცით, ვინ როგორ საიდან როგორ ლაპარაკობს. სამი არხი რო ერთი და იგივე წერტილ-ძიმის შეუცვლელად ერთი და იგივე ინფორმაციას გადმოსცენ. სადღაც დაწერილ. დებილები არა ვართ, გაიგონთ სამთავრობამ, რომ არა ვართ დებილები. და წინა სომეხ ქალბატონს მივესალმები. ჩვენ ყოველთვის თბილისში ყველა ერის და ეროვნების ადამიანები, საქართველოს მოქალაქეები ვიყავით ყოველთვის ერთად და ერთად უნდა ვიყოთ დღემდე. და დღესაც, როცა ყველაზე მეტად უჭირს საქართველოს. ყველას ვენაცვალე, ვინც ცხოვრობს და ქართული მიწისთვის უძგერს გული. გასაგებია, მადლობა ზარისთვის, როგორც იცით, გადაცემის მეორე ნაწილში ჩვენი სტუმარი იქნება ალეკო ცკიტიშვილი, ჟურნალისტი და ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელი. გადაცემის პირველი ნაწილი კი გეთმობათ თქვენ 240 ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი. მაყურებელი დაგვიკავშირდა, მოგესალმებით, გისმენთ. ალო. გამარჯობა, გისმენთ. გამარჯობა, ზვიძია. ბრძანეთ. თქვენი რა მინდა იკითხრათ ისი? დიახ.
Raga dros ამდენი ლაპარაკია საჭირო. Ვიცით რის უნდა ვიბრძვით, რა უნდა გავაკეთოთ ვიცით და მაინც გამოდია ხალხი გაერთიანდეს თუ არა. რაც უნდა მაგალაპარაკი გაერთიანება უნდა იყოს. კარგით, მადლობა ზარისთვის საუბრობთ. საქართველოში თავის მედიაზე არის თუ არა საქართველოში თავისუფალი მედია, თავისუფალია ნაწილობრივ არის თავისუფალი თუ არ არის თავისუფალი, შემდეგი მაყურებელი ეთერში გისმენთ. ქრისტიანს რა თამარ? ჭეშმარიტად. თამარ, პრობლემა ის არის, რომ ჩვენ ხელისუფლებას ის კი არ ადარდებს დაუშვათ, რომ ყოველდღიური ასობით ადამიანი დაუშვათ უსამართლო პოლიტიკის გამო ამოტყუპობით იღუპება, ან ამდენი უსამართლო მკვდარი რომ არის ქვეყანაში და ეს გაუთავებლად სოგრძელება, ეს არ ადარდებს. მათ ადარდებთ ერთი რამე, რომ ერთლარად ხელში ჩაგდებული ქონება არ დაკარგონ და შეინარჩუნონ. და აი, როდესაც ქვეყანას გაძარცვავენ და ხალხის მილიარდობით თანხებს მიიწვევენ, მერე გამოვლენ ტელევიზიით და გვიმღერებენ ჩემი სამშობლო აქ არის, ჩემი საწმინდა აქ არის და ასე შემდეგ. აი ეს არის ჩვენი დღევანდელი ქართული რეალობა. გასაგებია. მადლობა ზარისთვის. საუბრობთ საქართველოში მედიის თავისუფლებაზე, არის თუ არა მედია საქართველოში თავისუფალი? ეთერში ხართ, მოგესალმებით. გისმენთ, ბრძანეთ. 240-0030-ია ჩვენი სტუდიის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, აქტიურად პირდაპირ ეთერში ხიად გამოხატეთ თქვენი მოსაზრება. არის თუ არა საქართველოში მედია თავისუფალი? ეთერში ხართ. მოგესალმებით გენეცვალი. გამარჯობა. მედია თავისუფალი არ არის, რა თქმა უნდა. ყველაფერი არის დაწოლის ქვეშ. ცოტას ახერხებთ თქვენ რაღაცის გაბწყინებას და ცოტას კავკასია. ერთადერთი თავისუფალი მედია ეს არის ობიექტივი, მთლიანად თავისუფალი და ეროვნული. და სახელმწიფო მაუწყებლობა მისი პირველი არხი არის აბსოლუტურად ტერორიზებული. თავი ორი არის ტერორიზებული და მათი რუპორი და ასევე იმედი. ეს არის საშინელება. გასაგებია, მადლობა ზარისთვის. მე გაგაცნობთ ვებგვერდზე დაფიქსირებულ შედეგებს. 86% მიიჩნევს, რომ საქართველოში მედია არ არის თავისუფალი, 9% მიიჩნევს, რომ ნაწილობრივ თავისუფალია, 4% მიიჩნევს, რომ თავისუფალია. ჩვენ ამ საკითხზე საუბარს გავაგრძელებთ. რამდენიმე წუთში დაგველოდეთ. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, ვსაუბრობთ საქართველოში მედიის თავისუფლებაზე. 240-0030-ია ჩვენი სტუდიის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი. როგორ ფიქრობთ, არის თუ არა საქართველოში მედია თავისუფალი? მაყურებელი ეთერში, მოგესალმებით. და უგასავად, თამარ, ერთი რამის ხმა დამავიწყოთ შემოსაყვარელო. არის შემთხვევა, რომ ადამიანმა შეიძლება სამსახურში რაღაცა დამატებით თანხა იშოვოს, გააკეთოს, ეს ყველასთვის გასაგებია და ეგრეთ წოდებული მოსული ამბავია, მაგრამ 100%-ის მოგებიდან 100 რო სახში მიგავს და ხალხისთვის 130 გემეტება და 20%. აი ეს არის მე ქვეყანას ასეთ მდგომარეობაში რომ აგდებს რაც დღეს გვჭირს ჩვენ საქართველოში. მადლობა ზარისთვის. შემდეგი მაყურებელი ეთერში, როგორ ფიქრობთ, არის თუ არა საქართველოში მედია თავისუფალი? გისმენთ. ალო. მოგესალმებით. გამარჯობათ. შეუძლია. თქვენ როგორ აფიქრობთ, თამრიკო? მედია როგორ უნდა იყოს, ჩემო კარგო, თავისუფალი, როცა რომ მარტო თქვენი 3 თუ 4 არხს 50,000 უნდა გადაიხადოთ, რომ დაუშვათ და მინდა სამსახური შევცვალო. ჩვენ არ გვეხება ეს, ეხება ნაციონალურ მაუწყებლებს. ეხება რუსთავიორს, იმედსა და სავარაუდოდ პირველ არხს. არა, თქვენ არა, მეტმა დაგიბარო, თქვენ და ის არა, თქვენ არა, ეგ ერთი. მე რომ აქვეყნებენ, რომ რამდენად უნდა იყოს ადამიანი ამ ფარისეული, რომ თარგამაზე დააყენონ ივანიშვილის წინ, ეს რა გამოკითხებია, რებს აკეთებდა, ესმით, არას იძახიან, ეთი გამაგებინეს, რომ ვალი საქართველოს დღეს გუშინ გამოდის ისა და იძახეს, ვალი საქართველოსო, დაუცით, სამჯერ მეტი მოიმატა 10 მილიარდამდე გახდა, როცა რომ შევარდნაძის დროს იყო რაღაცა 3 მილიარდ ნახევარი. კარგით, გასაგებია, მადლობა ზარისთვის. შეგახსენებთ 240-0030-ია ჩვენი სტუდიის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი. ალიკო ცქიტიშვილი, ჟურნალისტი და ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელი იქნება გადაცემის მეორე ნაწილში ჩვენი სტუმარი. გადაცემის პირველ ნაწილს გითმობთ თქვენ, როგორ ფიქრობთ, არის თუ არა საქართველოში მედია თავისუფალი? ეთერში ხართ, მოგესალმებით. ჰალო. გისმენთ, ბრძანეთ. შალვა ნათელაშვილს ვენაცვალე მის ცოლშვილსაც, ბელასაც, მაგრამ
არ შეიძლება ესი აწოდებს ხალხს რომ უსახლკარო ვარო მაგისი ფაზენდაც ვიცი კარგით ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოში მედიის მდგომარეობაზე არის თუ არა თავისუფალი ნაწილობრივ თავისუფალი თუ არ არის თავისუფალი თუ გაქვთ მოსაზრება ამასთან დაკავშირებით გისმენთ ალო ეთერში ხართ მოგესალმებით მოგესალმებით როგორი თავისუფალია შილო მედია კარგად ხედავ დარბევების დროს ხილპეს რო ამტრევენ და წეხლებით რო უტყამენ აი ეს არის თავისუფლება კარგით მადლობა ზარისთვის შემდეგი მაყურებელია ეთერში როგორ ფიქრობთ არის თუ არა საქართველოში მედია თავისუფალი გისმენთ ეთერში ხართ მოგესალმებით ბრძანეთ როგორც ჩანს არის მის მაყურებელს ჩემი ხმა მე გაგაცნობთ დამატებით ინფორმაციას 3 მაისი პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღე ამასთან დაკავშირებით დღეს 18 საათზე რუსთაველის დედაქალაქთან სამოქალაქო სოლიდარობის კამპანია მართავს მედია აქციას სლოგანი ჩვენ ვიმსახურებთ თავისუფალ მედიას ორგანიზატორების განცხადებით აქციაში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა მედია ორგანიზაციის მედია კლუბის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თბილისის ჰამქრის მწვანე ალტერნატივის გამჭვირვალობა საქართველოს და სტუდენტური მოძრაობების წარმომადგენლები სამოქალაქო სოლიდარობის კამპანიის წარმომადგენლების თქმით აქციის მიზანია პოლიტიკური წნეხისგან თავისუფალი მედიის გათავისუფლების მოთხოვნა. აქციის მონაწილეები გააპროტესტებენ პოლიტიკურ პროპაგანდას და ცენზურას ქართულ მედიაში. 240-0030-ია ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი არის თუ არა საქართველოში მედია თავისუფალი გისმენთ. ქალბატონო თამარ გამარჯობათ. გამარჯობა. ორწუთს საგართოთ ჯერ მინდა ერთი რამე გთხოვოთ. ძალიან გთხოვთ თქვენმა ტელევიზიამ გამოაქვეყნოს ტელეფონის ნომერი სადაც შეიძლება რომ დავრეკოთ შეიძლება კაი რამეს გევნებით შეიძლება ვაპროტესტებთ შეიძლება იდეას გაწოდებთ ვრეკავთ ერთადერთ ამ ნომერზე იმ წუთში ვღებულობ დაკავებას ან რობოტი გვთიშავს აი ეს გაითვალისწინეთ გასაგებია ძალიან ბევრი ადამიანი გვირეკავს შესაბამისად დაკავება არის ხშირად ამ ნომერზე თუმცა საბოლოო ჯამში თქვენ რეკავთ ეთერში და შესაბამისად ვისმენთ თქვენ შეფასებას კარგით გაითიშა ზარი შემდეგ მაყურებელს უსმენთ ეთერში ხართ ალო მოგესალმებით მოგესალმებით ქალბატონო თამარ გისმენთ დიდი სიამოვნებით გისმენთ ყოველთვის დავაკვირდებით თქვენს გადაცემებს მადლობა მე როგორც ერთ-ერთი მოქალაქე მინდა ერთი რამე აღვნიშნო რა თქმა უნდა მედია თავისუფალი არ არის და მინდა რა აღვნიშნო იცით რაიონის დონე ჯერ თბილისში ნახევარი თბილისი ვერ ყურობს თქვენს არხს ნამდვილად დამერწმუნე თამაში და რაიონების ზონეზე კიდევ ხო საერთოდ ისეთი ვაკუუმია ინფორმაციის რომ საერთოდ მე არ ვიცი ხალხი გეგონება სხვა პლანეტაზე ცხოვრობს მეორე ეს რაც შეეხება ამ ძირითად საკითხს დიახ მაგრამ ეხლა ერთი ძალიან გთხოვ მინდა აღვნიშნო თუ კი რამე სიმპათია გქონდა შალვა ნათელაშვილზე უკვე დაამტკიცა რომ მართლა სამთავრობო ყოფილა ეს კაცი ამიტომ ძალიან ისე რომ ხალხს ნუაღიზიანებენ რა ძალიან გთხოვთ მოთმინებით და არ ვიცი რა ქვია ამას მაგად გამოსვლას გაბოროტებული ხალხის და არ ვიცი რა უნდა უწოდო მე არ ვიცი აი ძალიან ნერვიულობ რომ გასაგებია მადლობა ზარისთვის 240-0030-ია ჩვენი სტუდიის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი გამოკითხვა წერტილი გეჩვენი ვებგვერდის მისამართია როგორ ფიქრობთ არის თუ არა საქართველოში მედია თავისუფალი ეთერში ხართ გისმენთ ქალბატონო თამარ თქვენ ბრძანეთ რომ გაითიშა მაგრამ ამაში თქვენი ეთერში გამშვებია დიდი დამსახურება ეხლა რაც შეეხება ნამდვილად გაითიშა და შეძელით და მეორე დღეს დაგვიკავშირდით ამიტომ პრობლემას ვერ ხედავ გეთანხმებით დიახ რაც შეეხება დასულ საკითხს დიახ უნდა ჩამოვთვალოთ გავყოთ ასე ტელემედია და მედია ტელემედიაში თქვენ კავკასია და ობიექტივი თითქმის თავისუფალი ხართ მაგრამ რის ფასად და როგორ იბრძვით ეს პირველი დიახ მედიიდან ასავალ დასავალი ქრონიკა და ალია იბრძვიან რისკის ფასად დანარჩენებს ძინავთ და როდის გაიღვიძებენ არ ვიცით
მადლობა ზარისთვის თქვენ მე გაგაცნობთ ინტერნეტ შედეგებს 85% მიიჩნევს რომ საქართველოში მედია არ არის თავისუფალი 9% მიიჩნევს რომ ნაწილობრივ თავისუფალია 4% მიიჩნევს რომ თავისუფალია ამ თემაზე გადაცემის მეორე ნაწილში ისაუბრებს ალეკო ცკიტიშვილი ჟურნალისტი და ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელი მანამდე მოვისმენთ თქვენს შეფასებებს არის თუ არა საქართველოში მედია თავისუფალი ეთერში ხართ მოგესალმებით გამარჯობათ ბრძანეთ გისმენთ არც საქართველოში მედია არ არის თავისუფალი. არც ხალხია თავისუფალი. საქართველოს საერთოდ არის ურჩხულების ხელში. აი ეგ არის ყველაფერი. კარგით, მადლობა ზარისთვის. შემდეგი მაყურებელია ეთერში საინტერესოა როგორ ფიქრობ შემდეგი მაყურებელი არის თუ არა საქართველოში მედია თავისუფალი გისმენთ? გამარჯობათ მე მივესალმები მთელ საქართველოს და მინდა რამ თქვა აი ძალიან მამაკაცმა რო დარეკა გააკეთეთ ერთი ტელეფონის ნომერი ხალხმა თავისი აზრი შემოგთავაზოთ მართალია გააკეთეთ როგორც აი თავისუფალი მიკროფონი ან თავისუფალი აზრი ან რაღაცა დაარქვით ცალკე ნომერზე თუმცა მე დავამატებ გადაცემის საეთერო დროის შემდეგაც შეგიძლიათ თქვენ დარეკოთ და შესაბამისად თუ რაიმე იდეა გაქვთ მოგვაწოდოთ არ არის პრობლემა რაც შეეხება დღევანდელ გამოკითხვას თავისუფალი მედია არ არის იმიტომ თავისუფლება მარტო იმას არ ნიშნავს დაიძახო ის რაც გინდა რაც სიმართლე უნდა თქვათ ნებისმიერი არხმა მარტო ის ერთი პოზიცია რო უჭირავდა ერთ მხარე რო ამჟღავნებენ როგორც არ არის ესე ჩვენთან მედია თავისუფალი არ არის მადლობა ზარისთვის 240-0030-ია ჩვენი სტუდიის და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი იაქტიურად გამოხატეთ თქვენი მოსაზრება ღიად პირდაპირ ეთერში ჩვენთან შემომავალი არც ერთი ზარი არ იფილტრება მაყურებელი ეთერში მოგესალმებით მოგესალმებით. გისმენთ. რა თქმა უნდა არ არის ახლა მედია მთლიანად თავისუფალი, მაგრამ რა მაინტერესებს იცით? დანარჩენ არხებს, ნაციონალურ არხებზე კონტრაქტი რომ დაუდგეს ჟურნალისტებს. ეს გაფორმდა ეს კონტრაქტი ჟურნალისტების მხრიდან? ნაწილის შემთხვევაში გაფორმდა, ნაწილის შემთხვევაში ალბათ შემდეგ გააფორმებენ. ხოდა აი ამ კონტრაქტზე როგორ უნდა წავიდეს ჟურნალისტი ჩემამდე არ დადეს ესე იგი მონა უნდა გახდეს ხომ ასე კარგით მადლობა ზარისთვის როგორ ფიქრობთ არის თუ არა საქართველოში მედია თავისუფალი 240-0030-ია ჩვენი სტუდიის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი მაყურებელი დაგვიკავშირდა მოგესალმებით გამარჯობა თამუნა გამარჯობა გისმენთ ვეგი მომისმინეთ თქვენ ხართ საერთოდ კლიანი თავისუფალი რო საქართველოში მედია იყოს თავისუფალი? არა მგონია, იმიტომ რომ ძალიან ზეწოლებია ყველას მიმართ. მე ასე ვფიქრობ და არ ვიცი აბა როგორ. კარგით, გასაგებია, მადლობა ზარისთვის ეს თქვენი მოსაზრებაა. 240-0030-ია ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი შემდეგი მაყურებელი ეთერში მოგესალმებით. დიდი მოდის მოვიხდით ამუნა მეორე შემოდივარ ეთერში და ძალიან მოგლეთ ვიტყვი შემსაქმეს. თავი დროზე ძალიან დიდი იმედი ჰქონდა სააკაშვილის საქართველოს ხალხზე რა დამართა ყველამ დავინახეთ. ეხლა ივანიშვილის იმედია და ივანიშვილი რო დედას უტირებს ამ ბნელ ხალხს და დეგენერატ ხალხს აი მე ინანები. კარგი, შეურაცხყოფას კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ნუ რავის ნუ მიაყენებთ 240-0030-ია ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი. არის თუ არა საქართველოში მედია თავისუფალი გისმენთ ბრძანეთ. გამარჯობა თამუნა. გამარჯობა. იცით რა მაინტერესებს ის 4% რომელიც თვლის რომ თავისუფალია ერთ-ერთი მაგათ გახოშილება რომ გამოგვეხმაუროს და გვიქრეს აი რატო თვლის რომ საქართველოში მედია არის 4%. ეგ ვიროდა მე თქვა. კარგით, მადლობა ზარისთვის. ჩვენთან შემოვალი არც ერთი ზარი არ იფილტრება, ამიტომ შეუძლია ნებისმიერი აზრის მქონე ადამიანს დაგვირეკოს და გამოხატოს საკუთარი მოსაზრება და პოზიცია პირდაპირ ეთერში 240-0030-ია ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი. არის თუ არა საქართველოში მედია თავისუფალი? მაყურებელი ეთერში მოგესალმებით. ალო. ბრძანეთ გისმენთ. გენაცვალე. იქნებ მითხრათ ნათელაშვილის მიცადუნა მივიდე. მაგისი წევრი ვარ და გამოვიდე მაგ პარტიიდან ეგ ტონი დედაკაცების დონე რო აქვს. ტონი დედაკაცები. კარგით, მადლობა ზარისთვის. არის თუ არა საქართველოში მედია თავისუფალი? თავისუფალია, არ არის თავისუფალი თუ ნაწილობრივ არის თავისუფალი გისმენთ? მოგესალმებით ეთერში ხართ გისმენთ. შეგახსენებთ 240-0030-ია ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი მაყურებელი დაგვიკავშირდა მოგესალმებით.
გისმენთ ეთერში ხართ ბრძანეთ ტელევიზორის ხმას დაუწიეთ ალო როგორ ფიქრობთ არის თუ არა საქართველოში მედია თავისუფალი ტელევიზორის ხმას დაუწიეთ და გისმენთ არანაირად არ არის თავისუფალი მედია კი არა არაფერი არ არის თავისუფალი გენაცვალე და კიდევ ერთი რაღაცა მინდა ვთქვა აი ხალხი ცოტა სუსტრაფია და ივანიშვილზე ლაპარაკობენ რაღაცა რაკნას ახლა არ არის ეს კაცი ისეთივე თხა როგორც ეს ჩვენი პრეზიდენტია არის ისეთი დამჯდარი ჭკუის უკვე ნორმალური ადამიანი და სერიოზულად ნელა და ისეთი ძალებით ცდილობს გააკეთოს ყველაფერი აცადეთ ამ კაცს რა გასაგებია შეგახსენებთ დღეს არის პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღე გადაცემის მთავარი თემა კი შემდეგია არის თუ არა საქართველოში მედია თავისუფალი მაყურებელი ეთერში მოგესალმებით მედია არ არის თავისუფალი და იმ კაცს მინდა გამოვეხმაურო ივანიშვილის თუ დედას უტირებს ჯერ სააკაშვილი გავაცილოთ და მე ივანიშვილი რომოა დედას თუ გვიტირებს მაგიც გავაცილოთ მადლობა ზარისთვის არის თუ არა საქართველოში მედია თავისუფალი მე შეგახსენებთ ინტერნეტ შედეგებს 86% მიიჩნევს რომ საქართველოში მედია არ არის თავისუფალი 9% მიიჩნევს რომ ნაწილობრივ თავისუფალია 4% მიიჩნევს რომ თავისუფალია მე როგორც გითხარით გადაცემის მეორე ნაწილში ჩვენი სტუმარი არის ალიკო ცქიტიშვილი ჟურნალისტი და ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელი რამდენიმე წუთში დაუბრუნდებით ეთერში დაგველოდეთ დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში ჩვენი სტუმარია ალეკო ცქიტიშვილი. ბატონო ალეკო, მოგესალმებით. პირველ რიგში მადლობა სტუმრობისთვის. მოგესალმებით, დიდი მადლობა ასევე გადაცემაში მოწვევისთვის და ნამდვილად მნიშვნელოვანი თემა მithumetes დღეს პრესის საერთაშორისო დღეა და ნამდვილად მადლობთ. დიახ, სწორედ ამიტომ მედიის პრობლემებს არაერთი გადაცემა მეძღვენ, თუმცა იქიდან გამომდინარე დღეს პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეა, ჩვენც გვიწევს კიდევ ერთხელ ამ საკითხზე საუბარი. ბატონო ალეკო, არის თუ არა საქართველოში მედია თავისუფალი? ეს არის ჩვენი გადაცემის მთავარი თემა და საინტერესოა თქვენი მოსაზრება. როგორ ფიქრობთ, იცვლება თუ არა ნელ-ნელა სიტუაცია? საკმაოდ რთული პრობლემები აქვს მედიას დღეს საქართველოში. Freedom House-ის ის რეიტინგი რაც გამოქვეყნდა დღეს ნაწილობრივ ასახავს მხოლოდ ვითარებას, გაცილებით კომპლექსური და რთული ვითარება, თუმცა თუ ამ რეიტინგის მიხედვით შევაფასებთ, არის ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყანა პრესის თავისუფლების თვალსაზრისით. ოღონდ საზოგადოების ნაწილი ამ სტატუსს როგორც ჩანს და ამას თქვენი დღევანდელი გამოკითხვაც ადასტურებს ძალიან მტკივნეულად უყურებს და არ ეთანხმება მას გარკვეულწილად, ანუ უფრო რადიკალურ შეფასებას აძლევს იმ ვითარებას, რაც დღეს არის შექმნილი საქართველოში და არსებობს ის გარკვეული ინდიკატორები, რაც საზოგადოების შეშფოთების და ამ მტკივნეულად აღქმის საშუალებას იძლევა. ანუ გავიხსენოთ გასული წელი, განსაკუთრებით ის ფოტორეპორტერების საქმე, რომელიც იყო ეთქვა წყალგამყოფი და ძალიან აღმაშფოთებელი, ანუ როდესაც ფოტორეპორტერები დააკავეს, დააპატიმრეს, სრულიად გამოგონილი ბრალდებით გაასამართლეს და ეს იყო ძალიან სამარცხვინო ფაქტი, რაც არის ნამდვილად დასაგმობი, თუმცა ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, არის სხვა ფაქტები, რაც იძლევა შეშფოთების საფუძველს და გასაგები, ანუ თქვენ არ ეთანხმებით Freedom House-ის თქვა დასკვნას, რომლის მიხედვით საქართველოს მედიის კუთხით მოხდა ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყანთა შორის? ყველაფერი არის შედარებითი, გააჩნია რას ვადარებ. 2010 წელთან შედარებით მოხდა 7 დიახ, აქ ჩანს რომ გაუმჯობესდა მდგომარეობა, გაითვალისწინეს ის რომ მიიღო პარლამენტმა კანონი ეგრეთ წოდებულ მედია გამჭვირვალობის შესახებ და ცნობილი გახდა ტელევიზიების მფლობელების ვინაობა და ამას ქართულმა საზოგადოებამ მიაღწია დიდი ზეწოლის შედეგად. წლების მანძილზე ვითხოვდით ჩვენ რომ ოფშორ ზონებში დარეგისტრირებული მედია მფლობელები გამختارიყვნენ ცნობილი, მაგრამ ეს იყო ამაო და ბოლოს ზეწოლის შედეგად და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებში ამ ვითარების ობიექტურად აღწერის შედეგად
ბოლოს ხელისუფლება წავიდა დათმობაზე და ეს კანონი მიიღო. თუმცა რეალურად რა შეიცვალა ამით? შეიცვალა თუ არა თვისობრივად ეს ტელევიზიები, ანუ ჩვენ ვხედავთ რომ რეალურად თვისობრივად ცვლილება არ არის. პირველი არხი რუსთავი 2 და იმედი არის რეალურად აგიტაცია, პროპაგანდის საშუალებები ამ ხელისუფლების და ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა. თუმცა წინსვლა არის ალბათ ისიც, რომ საზოგადოება გახდა უფრო აქტიური, განსაკუთრებით არასამთავრობო ორგანიზაციების, სხვა მედია კავშირების. როგორ ფიქრობთ, იყო თუ არა მათი დამსახურება, რომ თქვათ Freedom House-მა თუნდაც ეს ამ შედეგით გამოაქვეყნა ანგარიში? დიახ, მე ეს აღვნიშნე კიდეც და ასევე მინდა ვთქვა, რომ სწორედ საზოგადოების და განსაკუთრებით არასამთავრობო სექტორის და იგივე თვითონ მედიის აქტიურობის შედეგია, რომ ვერ მოხერხდა უფრო კაცრი ზეწოლის განხორციელება, თუნდაც 2011 წელს გავიხსენოთ იგივე ფოტორეპორტერების საქმე, რომ ფოტორეპორტერები მალევე გაათავისუფლეს სასამართლოდან, იმიტომ რომ საზოგადოება ამას დიდი პროტესტით შეხვდა. ასევე შეგვიძლია გავიხსენოთ მედია პალიტრის შემთხვევა, როდესაც დააყადაღეს მედია პალიტრას სწორედ იმის გამო, რომ 26 მაისს აშუქებდნენ ობიექტურად იმ მოვლენებს, რაც ხდებოდა რუსთაველის გამზირზე. მე შეგახსენებთ, რომ თვითონ ეს ფოტორეპორტერებიც დაკავებული იყვნენ სინამდვილეში, სწორედ იმიტომ, რომ 26 მაისს მათ გადაიღეს და მთელ მსოფლიოში გაავრცელეს რეალური სინამდვილის ამსახველი კადრები, უბრალოდ მედია პალიტრის დაყადაღება დიდ ხმაურს გამოიწვევდა და გარკვეული დროის შემდეგ განახორციელეს მხოლოდ ეს და ამ შემთხვევასაც ძალიან დიდი ხმაური მოყვა საზოგადოება წინა უღუდგა ამას და ვერ მოხერხდა, რომ ეს დამოუკიდებელი მედია ორგანიზაცია ანუ მოხერხდა ის, რომ ეს დამოუკიდებელი მედია ორგანიზაცია აგრძელებს დღესაც საქმიანობას და კვლავ თავისუფლების მაღალი ხარისხით გამოირჩევა ამ ჰოლდინგში შემავალი მედია საშუალებები. გასაგებია, ჩვენ გვახსოვს თქვა ფოტორეპორტერებთან დაკავშირებული საქმე 26 მაისის მოვლენები, პალიტრა მედიის, ასევე მაესტროს ირგვლივ განვითარებული მოვლენების დროს გამოხატული სოლიდარობა. თქვენ როგორ ფიქრობთ და როგორ აფასებთ ამ სიტუაციას? იყო თუ არა ამ შემთხვევაში ქართული მედიის დიდი ნაწილი ურთიერთსოლიდარული და შეცვალეს თუ არა მათ რეალურად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა? რეალურად აქ მე მაინც ვფიქრობ, უფრო ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და ვფიქრობ, რომ ეს რესურსი არსებობს დღეს სამოქალაქო საზოგადოებაში და იგივე მედიის სოლიდარობას როცა ეხება საქმე და ვფიქრობ, რომ გარკვეულწილად მოხდა დაცვა პრესის თავისუფლების, კონკრეტულად მედია პალიტრის შემთხვევაში, იგივე მაესტროს შემთხვევაშიც და ფოტორეპორტერების გათავისუფლება ვფიქრობ, რომ სწორედ არის მედიის და არასამთავრობო სექტორის დამსახურება. აქედან გამომდინარე, მე უფრო ამ თვალსაზრისით გარკვეული ოპტიმიზმის საფუძველს ვხედავ. თუმცა რამდენად მნიშვნელოვანი არის საზოგადოების სხვა ნაწილის თქვა აქტიურობა გარდა არასამთავრობო ორგანიზაციებისა, რადგან ისინი საზოგადოების ნაწილნი არიან? დიახ, რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა, რომ ზოგადად საზოგადოება, განსაკუთრებით ახალგაზრდები, სტუდენტები მაგალითად, უფრო აქტიურად იყვნენ ჩართული ამ პროცესებში, იმიტომ რომ პირდაპირ საზოგადოების ინტერესებს ეხება პრესა იქნება თუ არა თავისუფალი. ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მეტი აქტიურობა არის საჭირო, თუმცა ჩვენ ფიქრობთ, რომ რაღაც იმაზე მეტი, რასაც საზოგადოება აკეთებს, როდესაც დემონსტრაციებზე გამოხატავს პროტესტს და 10,000-ობით ადამიანი გამოდის ქუჩაში, ალბათ ძნელია, რომ საზოგადოებას მოსთხოვა. მთავარია ამ პროტესტის შედეგად რა იცვლება. ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ იგივე ექს-პრეზიდენტ შევარდნაძის დროს მომხდარი მღელვარება, როდესაც რუსთავი 2-ის შენობაში შეიჭრა სპეცრაზმი და საზოგადოება გამოვიდა ასევე მედიის თავისუფლება იმ დროს თავისუფალი რუსთავი 2-ის დაცვის მოთხოვნით ქუჩაში და ამას მოჰყვა შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა.
ეს იყო ძალიან დიდი მიღწევა, ასევე პარლამენტის თავმჯდომარის გადადგა მახსოვს, ანუ ქვეყნის ორი მაღალი რანგის თანამდებობის პირი გადადგა. დღეს მსგავს შემთხვევებში, როდესაც იმედი დაარბიეს, როდესაც მანამდე დაარბიეს ოპოზიციური ტელეარხი იბერია და იგივე მაესტროს შემთხვევები არ ყოფილა ნებისმიერ მსგავს შემთხვევებში არანაირი მსგავსი არაფერი არ ხდება. არა თუ მაღალი თანამდებობის პირები, ჩვენ გვაქვს შემთხვევა აღრიცხული, როდესაც გაზეთ რეზონანსის ჟურნალისტ მარიო თარაშვილის ემუქრება ერთ-ერთი მხარის გუბერნატორთან დაახლოებული რომელიღაც საამქროს უფროსი. აი წარმოიდგინეთ რომ ეს საქმეც არ არის გამოძიებული, იმიტომ რომ ეს ადამიანი საამქროს უფროსი არის დაახლოებული გუბერნატორთან. ანუ არც გუბერნატორის პასუხისმგებლობის საკითხი არ დასმულ, არც გადამდგარა ეს გუბერნატორი თანამდებობიდან. ბოდიშის მოხდასაც არავინ არ კადრულობს. ანუ ისეთი მომენტია რომ საზოგადოების პროტესტზე, როდესაც ვლაპარაკობთ, მას არ აქვს ის შედეგი რაც ხშირ შემთხვევაში უნდა იყოს, თუმცა არის ისეთი შემთხვევები, ანუ განსაკუთრებული შემთხვევები, როგორც ჩამოთვალეთ ჩვენ ფოტორეპორტერების საქმე, სადაც ეს შედეგი არის, ანუ ისეთი მომენტია. კარგით, ბატონო ლიკო, თქვენ ახსენეთ ზეწოლა ხელისუფლების მხრიდან სხვადასხვა თავისუფალ მედიას საშუალებებზე არჩევნების წინა პერიოდი ახლოვდება. როგორ ფიქრობთ თქვენი პროგნოზით, თქვენი გადასახედიდან, იქნება თუ არა ესეთი ფაქტები გახშირდება თუ არა თავისუფალ მედიაზე ზეწოლის ფაქტები? ფიქრობ რომ გახშირდება რა თქმა უნდა, იმიტომ რომ პოლიტიკური კლიმატი იძაბება, ანუ უფრო დაძაბული იქნება ურთიერთობები და იგივე ეხლა ახალი არხი შემოემატა ქართულ მედიას სივრცეებს, მეცხრე არხი, რომლის აპარატურა ასევე გააჩერეს საბაჟოზე და იქ იყო ის მომენტები, რომ ეს მეცხრე არხის ეთერში გაშვებაც გარკვეულ სიძნელებთან არის დაკავშირებული. რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ თვითონ ეს მეცხრე არხიც გარკვეულწილად პოლიტიზირებული იქნება ალბათ, მაგრამ პლურალიზმის, ანუ საჭირო მედია პლურალიზმი არსებობდეს და არ შეიზღუდოს მსგავსი ოპოზიციური ტელეარხებიც, მაგრამ ველოდებით რომ ესეთი შეზღუდვები იქნება, როგორც გასაგებია. ბატონო ელკო, დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მე მაყურებელს შევახსენებ, ჩვენი სტუმარი იყო ჟურნალისტი და ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელი ალეკო ცქიტიშვილი. გაგაცნობთ ინტერნეტ შედეგებს. 86% მიიჩნევს, რომ საქართველოში მედია არ არის თავისუფალი, 8% მიიჩნევს, რომ ნაწილობრივ თავისუფალია, 4% მიიჩნევს, რომ თავისუფალია. მე მადლობას გიხდით აქტიურობისთვის, თქვენ უყურებთ გადაცემას გამოკითხვა, მე თამუნა კვარაცხელია ვარ და გემშვიდობებით ნახვამდის.